გილომშვიდობის როგორ ხართ გოგოებო მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით მათე მეუბნება რომ გამიზარდე საჭმელიო და არა გიკეთებ ხოდე აი გიკეთებ გიტრიმა დავუჭრა როგორ ხართ გუშინ რაღაცნაირად არ მინდოდა ვიდეოს გადაღება მოგიყვებით გუშინდელ დღეს არ მინდოდა რაღაცნაირად ვიყავი არ ვიცი ზოგჯერ ხოლმე ადამიანი ვერ იგებს რატო არის ესე რაღაცა რომ თავისი საყვარელი საქმეც არ უნდა ზოგჯერ ალბათ იმიტომ რომ გადაღლის ბრალია ხოლმე თითქოს მიზეზი არ აქვს მაგრამ აი არ გინდა და ჩემ თავს ძალა არ დავატანე და გუშინ დავისვენე შპალიერი ვიყიდეთ ბავშვების ოთახისთვის იქ ვიყავით წასულები მე ცოტა ხანი ერთ ლამაზ ადგილას წაგვიყვანა მე და მათე გიამ იქ ვიყავით კარგა ხანი ვისხედით ბუნებაში ვისაუბრეთ არ გახანი აი გვიანობამდე შემოგვაღამდა იქ და ესე გავიდა გუშინდელი დღე ძალიან ლამაზად გიასახში იყო ისვენებდა და ალბათ მაგიტომაც არ მინდოდა რაღაცნაირად მინდოდა რომ ერთად ყოფილიყავით მარტო ჩვენ და ისე ჩაიარა გუშინდელმა დღემ ჩემო სიხარულებო ხო ეს წავიღოთ თავშველი მაგთმები რა უშავს გამიშრება უცბად ისე ცხელა თქვენ როგორ ხართ რა საქმიანო ხომ კარგად არის ყველაფერი თქვენსკენ მეტი მაქვს 800-ია მოვედი გოგოებო კომენტარები მინდა რომ წავიკითხო რამდენი ხანი არ წამიკითხია და კარგული მქონდა ეს ტელეფონი ჩიკო ეს ვაიმე როგორ დაგიკლიათ როგორ დაიკელით რანაირად ამყავს ისეთი მაყურებლები გოგოებო მე რომლებიც მიყურებდნენ ადრე როცა დავიწყე ვიდეოების გადაღება და მე დავუშვათ აღარ შემოსულა რა კარგა ხანი ჩემ არხზე და ესეთი გაკვირვებული კომენტარები არის ხოლმე მათგან იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვანაირი ადამიანი დახვდათ ხო რამდენიმე წლის მერე და რა თქმა უნდა ეს არ არის გასაკვირი თორე თქვენ ყველა მიცით როგორც დავიკელი ნელა ვინც ჩემთან ხართ სულ გიუყვებოდით სულ ყველაფერს გფარავდეს უფალიო ნატალიამ წერს წარმატებები ბევრი ცხოვრება საინტერესოა კი ნატალი ნამდვილად საინტერესოა და მადლობა ღმერთს რომ ამ ყველაფრის დანახვის ის გვაქვს საშუალება უღრმესი მადლობა უფალს ყველაფერი წინდება და უფალთან საუბარი არ წინდება ნამდვილად ასე შენ თავს კი არ ესაუბრები ღმერთს ესაუბრები მე განმარტოდები და უფალს ვესაუბრები ლოცულობ ესაა საუბარი უფალთან მე ესე მესმისო ხო კი ბატონო
ხათუნამ გულები გამომიგზავნა მაიკო ულამაზესია ბედნიერებაში და სიხარულშიო ალბათ შპალიერზე გვწევს მაიკო. კი ძალიან ლამაზი გამოვიდა ჩვენი ოთახი და ეხლა ბავშვების ოთახში ვიყიდეთ მზის ფერი რაღაც გემის ფერი ღია ძალიან ღია და ფიქრობ რომ ლამაზი გამოვა. ნახოთ გაჩვენებთ რა თქმა უნდა მაგასაც. ჟანიკო მეც ბევრ რამეს ვხმარო ფაბერიკიდან და მომწონს ლაქების სპრეით კარგია. ჩემი ძმა რესტორანში მღერის 20 წელია. უმეთმა არ მოგიშალოთ ჩემო გოგო სიმღერის სილაღე და სიტკო როგორ მიყვარს სიმღერა. გოში მთელი დღე მართლა. იქ ხო ვიყავით შპალიერებზე მე ხო გიამ ბუნებაში გაგვიყვანა და მე მთელი საღამო მე სიმღერებს ვუსმენდი, როცა გოგოებო, როცა რაღაცნაირად მიჭირს ხოლმე, აი მაგას ვაკეთებ. ამას გამოვყავარ, მავსობს სიმღერა. არის ჩემთვის სულიერი საზრდო, ძალიან მიყვარს. ძალიან სკროლვას, Facebook-ს, ამ ყველაფერს ვერიდები, აი დიდი ხანი ხო იცით რომ ვცდილობ მე მაგას, რომ მოვერიდო, იმიტომ რომ იმდენი ცუდი ამბავია, იმდენი ცუდი ამბავი ხდება, იმდენი ნეგატივი მოდის, რომ მე რაღაცნაირად ეს ყველაფერი იწვევს შფოთს და ადამიანზე მოქმედებს ცუდად და ისედაც რთულ პერიოდს გავდივარ მე და რაღაცნაირად მიჭირდება ხოლმე ისეთი რაღაცის მოსმენა, ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელიც შემავსობს და რაღაცა კარგს მომცემს და არა ნეგატივისა. ამიტომ ამ დროს ხოლმე სიმღერა არის მე თვითონაც რო ვმღერი, ეგეც ძალიან მიხარებს გულს და რო ვუსმენ. მადლობა ლეილა უღრმესი. პიანინო მინდა ძალიან. მაგ ყველაფერზე ნელ-ნელა ვიფიქრებ და ყველა ოცნებას ავიხდენ. თავარია ჯერ ეს რაღაცეები, რაც ძალიან აუცილებელია, ეს მოვჭი. და ვიყიდი ალბათ პიანინოს, გიტარას, გიტარაზე გია ძალიან კარგად უკრავს და პიანინო მე ვიცი, აი იმდენი ვიცი, რომ ჩემთვის დავუკრა, მე სიამოვნოს, გული გავიხარო, მაგდენი ვიცი. გავდიოდი. ძალიან ბევრი გეგმები მაქვს გოგოებო, მთავარია ჯანმრთელად ვიყვეთ ვარჯიშიც, მინდა გავაგრძელო აუცილებლად დარბაზში სიარული და მაგასაც გავაკეთებ. კი, ლამაზია ძალიანო. ცხოვრება მშვენიერია, ასეა წერია. მართლაც მშვენიერია ცხოვრება, ლამაზია კი შპალიერზე მწერს. უთვილესებო ხათუნა მოწერა, უღრმესი მადლობა ხათუნა. ირმა მათუნია უსაყვარლეს ხა ჩემო ზაყარელოვო. მადლობა ირმა. რა გინდა დედი? ხათუნა გაიხედოს. ზია მომწერა, გია ჟანა ძალიან ლამაზია ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ. სოფელი ერთ დღეს არ აშენებულა ნელ-ნელა ყველაფერს მოევლება ალბათ. გაიხარეთ და გამრავლით ჩემო კარგებო. გია დაგელოცოს მარჯვენა, რაც მთავარია ოჯახში ურთიერთგაგება და სიყვარული სუფევსო. კი ეს არის მთავარი ალბათ ოჯახში თუ არის ერთსულოვნება, თუმცა პრობლემებიც როცა არის და ისეთი ოჯახი არ არსებობს, რომ
პატარ-პატარა რაღაც პრობლემები არ იყოს საუბრები ამ დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები მარტო პრობლემის დროს არა აი საერთოდ პრობლემა რომ აღარ არსებობდეს ყოველდღიური საუბრები ამისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს გვაახლოვებს და ბევრ რაღაცას გვიგვარებს მიხურე რა დედი თმების ველი მაქვს გთხოვ მოდი მიხურე თმების ველი მაქვს დედი გავცივდები კაი რა ანუ გამიგნიოში დავიდა არ მიხურა იცით რატო ეზარება ამიტომ ჩემო გოგოებო და ბიჭებო, წყვილებო, არ დაგეზაროთ საუბრები. გულწრფელი საუბარი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შენ დახურე. კი, დახურე და ესე რად გაიარე? საყვარელი ხარ მათე. აუცილებლად ვისაუბროთ ხოლმე. აუცილებლად. ნონამ წერს უსაყვარლესო მათე როგორ მახარებ შენი დანახვა უღრმესი მადლობა ნონა. ლალი, ლამაზებოდა კარგებო იხარეთ და იბედნიერეთ. ლალი, უღრმესი მადლობა. ლეილა ჩაუწიე მათე. ჟანიკო ჩემო კარგო მეც მასე ამეკვიატება ხოლმე სიმღერები ჩემი ძმა ხომ მღერის ჩემი გოგოს ბიჭიც კარგად მღერია მეც ახალგაზრდობაში ანსამბლში დავდიოდი მოჭიკჭიკეები ვართ ყველა შენც კარგი სმენა გაქვს საყვარელო უღრმესი მადლობა ლეილა ო სიმღერა ძალიან კარგი მუსიკა ჟანიკო მათუნია ბიჭო წარმატებები ჩემო გოგო ისევ ლეილამ წერს და ეს ვანო წერს ძალიან საყვარელი გოგო ხარო უღრმესი მადლობა და ძველ ვიდეოს კომენტარებიც მოდის ხოლმე ეს არის ერთად მოვამზადოთ მძვანელობი ონიგზით ხიდის დავის ვიდეოა ეს ძალიან ძველი ირინა ჩემო გულო მოგესალმები ჟანა მათე გულები გამომიგზავნა თამოარბათ ხო ჟანა ტონალურსაც ადე ცოტა შეწოვა და თხლად ფუნჯით დაიკურე სახეზე პუტრი შემდეგ წაისვი უკვე რუმიანა ასე ამ სიცხეში აღარ შეგაწუხებ ძალიან უფრო თანაბარი ტონიც გამოვა და რუმიანაც უფრო ერთგვაროვანი დაჯდება არ გექნება ლაქებადო ხო რა ვიცი მართალი ხარ პუტრს ხან ხმარო ხან არ ხმარო ზოგჯერ ასია ხოლმე ზოგჯერ ისე აი ესე გოგოებო წავიკითხეთ კომენტარები ძალიანაც არ მინდა რომ გაიწელოს ვიდეო ძალიან მიყვარხართ ერთი დღე რო არ მოვდივარ თქვენთან მე ძალიან მენატრებით ხოლმე და თითქოს კარგიც არის ხოლმე რაღაცნაირად ეს ერთი დღე სანთერატო არავანთ ერთი დღე შესვენება რომ მე თითქოს სხვანაირი მონატრება სხვანაირად გრძნობ ამ სიყვარულს გულის სიყვარულით გევსება რაღაცა ძალიან კარგი გრძნობაა ხოლმე მონატრებისა სიყვარულისა ერთად და სიამოვნებს და მახარებს ეს ყველაფერთან ვისვენებ ხოლმე ის ერთი დღე თუ ორი დღე ზოგჯერ შეიძლება იყოსას
მაგრამ აი მე იცით როგორ ხარ გული რომ ვეღარ იტევს ამ ყველაფერს შენი საქმე რო ძალიან გიყვარს და გინდა რომ აი რომ ამოხეთქავს გულიდან ეს სიყვარული გინდა რომ გააგრძელო ისევ და გინდა რომ გასცე აი ესია ესეთი იყოს ჩვენი დილის ვლოგი პატარა და საყვარელი და თბილი ჩვენთვის ჩემებისთვის ისეთი შინაურულია ეს ყველაფერი რომ ნამდვილად არის მხოლოდ ჩემებისთვის მხოლოდ და მხოლოდ აი ცოტა შემიშრა უკვე დილით ყავა დავლიე უთქვენოთ უკვე 3 დღეა უთქვენოთ სხვა ყავას არც გამიტანია ჯერ აი აქ ხოდას ყველას წარმატებულ დღეს გისურვებთ მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, რაც გვაქვს, რასაც გვაძლევს, ვინც ვართ და სადაც ვართ, რასაც მივახციეთ. შევუყვაროთ საკუთარი თავი. აქედან იწყება ყველაფერი. სხვას ვერ შევუყვარებ. თუ შენი თავი არ აპატიე საკუთარ თავს. ეს ხვისი პატიება გამოდის. ჩვენ გგონია ხოლმე, რომ როცა ვიღაცა გვაწყეინებს, უნდა ვაპატიოთ იმას. ესე არ არის გოგოები. ესე არ არის. საკუთარ თავს უნდა აპატიო. რო არასწორ დროს, არასწორ ადგილას იყავი და არასწორი რაღაცა გააკეთე. ასია. შევძლოთ ეს, რომ ვაპატიოთ საკუთარ თავს. და გამოდის რომ ყველას პატიებ. ეს მაგას მე ეს შემიძლია. მადლობა ღმერთს რომ ვაპატიო საკუთარ თავს და მიყვარდეს. ეს მიგვიყვანს იქამდე, სადამდეც გვინდა რომ მივიდეთ, მთელი კაცობრიობა. მიკვირს ხოლმე ჩემ თავს რომ ჟანიკოს ვეძახი და რომ ვეფერები და ვიღაცები რომ ამაზე ღიზიანდებიან. გძნობ ხოლმე რატომაც და მიკვირს რომ უბრალოდ ესეც თუ არ შეგვიძლია. ძალიან შორს ვართ მაშინ. და თუ იმეს ვხედავ ასეთ. ზოგს უფრო მეტი შეუძლია და უფრო წინ არის. თუ ვინმეს ვხედავ ხოლმე ასეც, გული ხოლმე სიხარულით მევსება. მიყვარხართ ძალიან დროებით, კოცით.